ფსიქოლოგიურ გვერდებზე ხშირად გვხვდება ეს ფრაზა, რომ ემპათიური ადამიანი ყალიბდება ქაოსში, ნარცისიკი გაუფასურებაში. ეს წინადადება საკმაოდ კომპლექსურია, რომ ესე მარტივად აღვიქვათ, მაგრამ მის პირველ ნაწილში არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მოგიხსენებათ, რომ ემპათიური ადამიანი არის ის, ვისაც იოლად შეუძლია სხვის მდგომარეობაში შესვლა და ასევე იოლად შეუძლია მისი გაგება, ასევე თანაგრძობის გამოხატვა. და ქაოსში გასდა ნიშნავს ემოციურად არასტაბილურ სიტუაციაში მის ჩამოყალიბებას. წარმოვიდგინოთ სიტუაცია. პატარა იზრდება ოჯახში, სადაც მშობლებია თუ ოჯახის სხვა წევრები არიან დაძაბულები, ოჯახური თუ პროფესიული სიტუაციის გამო და რაც მთავარი არის, არასტაბილურობაში რა იგულისხმება. ამ წუთში თქვათ, ამ საათში არიან ჰარმონიულად, შეიძლება 1-2 საათის შემდეგ სიტუაცია დრამატულად შეიცვალოს. ასევე ბავშვის მიმართ პატარას ხელიდან გაუვარდება რაღაცა და ეს გამოიწვევს ყველას გამხიარულებას და გაბედნიერებას და შეიძლება 1 საათის შემდეგ გაუვარდეს პატარას ხელიდან რაც ოჯახის წევრების შეწუხებას და შეიძლება მრისხანებას გამოიწვევს. შევხედოთ ამ სიტუაციას პატარას გადმოსახედიდან. მას არ შეუძლია გაიგოს, რა განსხვავებაა იქ, ბურთი გაუვარდა ხელიდან თუ რაღაცა ნივთი, რომელიც შეიძლება რაღაც ოჯახური რელიქვია ან რაღაც ძვირფასი ნივთია, მას ეს არ შეუძლია იცოდეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მიდის პატარას ხელამდე ასეთი მნიშვნელოვანი ნივთი, როცა ოჯახში პატარა ბავშვია, უნდა იყოს ოჯახში სიტუაცია აგებული მის ცნობის მოყარეობაზე, გადავდოთ ეს გვერდზე. პატარა დაპროგრამებულია ისე, რომ ის უნდა გადარჩეს. მისი გადარჩენისთვის საჭიროა უსაფრთხო გარემოება. უსაფრთხო გარემოება კი მას ვერ შეექმნება, თუ მისი გარემო არის ემოციურად არაპროგნოზირებადი. ერთ მომენტში ბედნიერებით სავსე სახეები, შემდგ საათში კი ეს მრისხანებით და წუხილით აღსავსე სახეები. დაძაბულობა, რომელიც იარსებებს მაგალითად მშობლებს შორის, დედას და ბებიას შორის და ასე შემდეგ, რომელიც მას არ შეუძლია გაიგოს, ის გრძნობს ენერგიებს და ის ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. ჩვენი შვილებისათვის, პატარებისათვის ოპტიმალური განვითარების უპირველესი პირობა არის ემოციური სტაბილურობა და არა ძვირფასი სათამაშოები და რაღაცა განსაკუთრებული მატერიალური სიკეთეები. იმას პატარა ვერ აღიქვამს. მისთვის ეს ემოციური სტაბილურობა არის უსაფრთხოების და გადარჩენის წინაპირობა. და ამიტომაც ღირს ამ საკითხზე დაფიქრება, რადგან ხშირად არის, რომ მშობლები გადაეშვებიან რაღაც ამბიციებში, უნდათ თქვათ, აშენებენ სახლს, იკეთებენ კარიერას, არიან ამით თუ იმით დაკავებული და ეპარებათ თვალთახედვითან პატარას ემოციური განვითარება. ის შეიძლება იყოს მინდობილი ძიძას, რომელიც ამ აღზრდის საფუძვლებში გარკვეული არ არის, ან თუნდაც მშობლებიც ვერ აცნობიერებდნენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ საკუთარ შვილს. პატარა, რომელიც იზრდება იქ, სადაც ხშირად უკმაყოფილება, დაძაბულობა და ჩხუბია და შეიძლება მეორე მხრივ დიდი სიყვარულიც იყოს და სითბოც იყოს, მაგრამ სწორედ ეს არაპროგნოზირებადობა მოახდენს მასზე უდიდეს გავლენას. ბავშვებს აქვთ ეგრეთ წოდებული არეკლილი ცნობიერება. ნიშნავს, რომ რაც ხდება მათ გარშემო, ისინი იღებენ თავიანთ თავზე. ესე იგი,
იღიმის ყველა არის კმაყოფილება და ბედნიერება და ჰარმონია, ნიშნავს, რომ თავს დაცულად გრძნობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია. და სხვა შემთხვევაში კი ასევე შესაბამისად უკვე განგაშის ზარები რეკავენ მათში და სამყაროში. მათ აქვთ შიში რომ ვერ გადარჩებიან, რადგან სიტუაცია ისინი აღიქვამენ იმაზე მეტად საფრთხის შემცველად, ვიდრე ჩვენი გადმოსახედიდან ამას შევაფასებდით. ამიტომ საჭირო არის, რომ ჩვენ შევიდეთ პატარას მდგომარეობაში, რომ შევძლოთ მისი შიშების გაგება და აი ამ შიშების გავლენა აღვიქვათ მის შემდგომ ცხოვრებაზე. მოკლედ, დაძაბულ, არაპროგნოზირებად და ესეთ ხმაურიან გარემოში გაზრდილი ბავშვი, ქაოსში გაზრდილი ბავშვი, ხშირად, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მოინდომებს, რომ თავისი საქციელით დააჰარმონიროს სიტუაცია. შეიძლება იცნობთ ოჯახებს, სადაც ოჯახის უფროსები არიან ძალიან ხმაურიანი, ძალიან ქაოტური, ძალიან არაპროგნოზირებადი, ემოციურად ძალიან ისეთი ფიცხი, შესაბამისად ბავშვი ხშირად შესაძლებელი არის, რომ იყოს ძალიან წყნარი, ჩუმი, რადგან პატარა შედის აი ამ პროგრამაში, რომ მან უნდა დააჰარმონიროს ეს, რომ დაასტაბილუროს, რადგან მას ეს სჭირდება საკუთარი უსაფრთხოების შეგრძნებისათვის. შემდეგ გაივლიან წლები, შეიძლება მშობლები აღარ არიან ცოცხლები და ეს პატარა უკვე ზრდასრული ადამიანი არის იგივე პროგრამაში. ის ვერ ბედავს უარი უთხრას ვინმეს, ვაი თუ კონფლიქტი შეიქმნას, ვიღაცას არ მოეწონოს. ასევე ვერ ბედავს თავისი მოთხოვნილებების გაჟღერებას, აყენებს სხვის მოთხოვნილებებს მაღლა, რათა ეს ფასადური ჰარმონია არ დაირღვეს. რადგან ის თავისი ემოციურობით არის მაშინდელი თავისი ადრეული ბავშვობის მდგომარეობაში და მისთვის წარმოუდგენელია, რომ აი მაშინდელი ძალაუფლების მქონე მშობლებს წინ აღუდგეს და მათი გაბრაზება, მათი განრისხება გამოიწვიოს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი შედის ეგრეთ წოდებულ, ინგლისურად ამბობენ people pleasers, ესე იგი ხალხის მასიამოვნებელის მდგომარეობაში. და ეს ხელს უშლის მის წინსვლას, მის განვითარებას. მაგალითად, ის მუშაობს სამსახურში, ასრულებს თავის მოვალეობას ძალიან კარგად და წლები გადის, ის არ არის ის ტიპი, რომელიც წარმოაჩენს თავის თავს, თუნდაც ის იყოს თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტი და რადგან ყოველი თავის წარმოჩენის მცდელობა რასაკვირველია დაკავშირებულია რაღაც პოტენციურ კონფლიქტთან და ის ყველა ფასად ერიდება ამ კონფლიქტებს. და ის ვერ გაბედავს, რომ შევიდეს თავის შეფთან და უთხრას, რომ აი, მე ამ მოვალეობებს ამდენი წელია ასე კარგად ვასრულებ, ყველა ჩემი კმაყოფილია, კლიენტებიც, ჩემი კოლეგებიც და მე მინდა უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება, ანუ სხვა პოზიცია, ან მე მინდა რომ გთხოვთ რომ ხელფასი მომიმატოთ არგუმენტებით. ვერ გაბედავს, რადგან ისევ იმ მდგომარეობაშია თვითონ იმ უმცრო პატარა ბავშვის მდგომარეობაში, რომელსაც უნდა ყველა ფასად დაჰარმონიროს მდგომარეობა და ამის თქმა შეფისადმი ნიშნავს, რომ შესაძლებელია მას ეს არ მოეწონოს და ამან კონფლიქტური სიტუაცია წარმოშვას. ასევე პირად ურთიერთობებში, ასევე ოჯახის წევრებთან, ასევე მეგობრებთან ის ამოხრუჭებს თავის თავს. და ეხლა რა ხდება? თუ ეს ადამიანი ისე არის აი ამ როლში შეჭრილი, რომ ყველას ასიამოვნოს, რომ ყველას თვალში კარგი იყოს და ყველანაირად ცდილობს, რომ აი ეს როლი განემტკიცოს და ამაყობს კიდეც და ამბობს აი როგორ ცდილობს და როგორი კარგია. შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გააგრძელოს, რომ ვერც მიხვდეს, რომ ეს არის მის ბავშვობაში გათავისებული, უბრალოდ მასზე აკიდებული პროგრამა. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ამ ადამიანს თუ აქვს
სხვა შინაგანი ნაწილი, ეს შეიძლება იყოს არქეტიპური ნაწილი, რომელიც შინაგანად ეწინააღმდეგება აი ამ ჰარმონიისადმი ესე დამოკიდებულებას, მისდამი ასე მისწრაფებას. ამ შემთხვევაში მოხდება შინაგანი წინააღმდეგობა და ეს ადამიანი იგრძნობს ძალიან დიდ დისკომფორტს. აი, თუნდაც ახლა ჩემი ვიდეოს მოსმენის დროს ის დააფიქსირებს, რომ ეს როლი ეს ყველას ასიამონოს, ყველასათვის კარგი იყოს, რაც შეუძლებელია რომ მიაღწიო, მაგრამ მას ეს აუცილებლად უნდა გაუცნობიერებლად, რომ ეს როლი მას ბედნიერს არ ხდის. რაღაცა აკლია, რაღაცა დისკომფორტს გრძნობს და ეს ნიშნავს, რომ დრო მოვიდა და აუცილებლობაც არის, რომ ამ ადამიანმა გადახედოს თავის ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებულ აი ამ ქცევის პროგრამას. გაიცნოს თავისი შინაგანი ბავშვი, მისი თვისებები და მისი დესტრუქციული რწმენები. შინაგან ბავშვს აქვს მზიანი და ჩრდილოვანი მხარე და ამ ჩრდილოვან მხარეს მიეკუთვნება დესტრუქციული რწმენები, რომლებიც მან ბავშვობაში აკრიფა. აი მაგალითად ჩემი ტესტიდან გეტყვით, რომ ეს შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, დიდ პასუხისმგებლობას სხვებზე. ხშირად მან იცის სხვას რა უნდა, რა მოუხდება, რა არის საჭირო და თავისი საკუთარი მოთხოვნილებები კი ვერ გაურკვევია. ასევე დამჯერი შინაგანი ბავშვი, თავშეკავებული შინაგანი ბავშვი. ჩვენ გვაქვს ეს ერთი ცხოვრება, რომელიც არის ორიგინალური და ღირებული და ღირს რომ ჩვენს ადრეულ ბავშვობაში ჩვენი ოჯახური სიტუაციაში აკიდებული პროგრამები, რომლებიც არ გვიხდება, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს, რომლებიც ჩვენს წინსვლას ხელს უშლის, რომელიც ჩვენს ფსიქიკურ განწყობაზე ძალიან მოქმედებს, რომ ეს პროგრამები გავაცნობიეროთ, ეს არის პირველი ნაბიჯი და შემდეგ მისი შემადგენელი დესტრუქციული რწმენები გარდავქმნათ. და ამისათვის კი საჭირო არის მუშაობა. მუშაობა საკუთარ თავზე, გაცნობიერება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუტინული მუშაობა, რომელიც არ არის რთული, მაგრამ შესაძლოა რომ ის დაკავშირებული იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინაგან ტკივილთან, ამიტომაც ბევრი ერიდება ამ თემას. მაგრამ ჯობია რომ გაბედულება მოვიკრიბოთ, ვისაც ეს გაბედულება აქვს, მათ ვეპატიჟები, რომ ჩემი პირველი ქართული პროდუქტი ონლაინ კურსი გაეცანი შენ შინაგან ბავშვს და შენს ძირეულ რწმენებს ინფორმაცია ნახოს გვერდზე, რომელსაც აი ამ ვიდეოს ბოლოს მის დახასიათებაში და კომენტარშიც დავდებ და თუ თქვენთან რეზონირებაში მოვა აღწერილობა, მე ეს კურსი შეგნებულად შევქმენი ქართული აუდიტორიისათვის, მინდოდა რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სადა იოლად გასაგები საკუთარ თავზე მუშაობისათვის, აი გეპატიჟებით რომ გაეცნოთ და თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ. ხოლო ყველა სხვა ჩემს მსმენელს ვეპატიჟები რომ ვინც ჩემს YouTube არხს შემოუერთდეთ, რადგან თუ თქვენ ჯერ მუშაობა არ გსურთ და ამ თემით დაინტერესებული ხართ, ხანდახან აუცილებლად მოგაწვდით ამ თემაზე ვიდეოებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.